აფხაზეთის ომის შემდეგ იქიდან სადაც ადრე ვიყავი როგორც რიგი ჯარისკაცი იქიდან ასე ვთქვათ ჩვენი გამოძევების შემდეგ 3 წელი კიდე რუსთაველზე ვიდექი სიგნებს ვყიდიდი როგორც სხვა პოეტებთან ერთად როგორც გელაკი კოლაშვილი ჩემი მეგობარი რომელიც სადღაც აქ არის და ესაც ასევე ავორთქდა მიმაჩნია რომ უინტერესი პოეტი ჯონდი უდიდესი განათლებული და ციგნობარი და მთარგმნელი ჯონდი გილარჯიანი არ ვიცი ახლა ისაც არ ვიცი ახლა ამ წუთას რო ლაპარაკობს სად არის როგორ არის და წავედი ახლა რა მექნა იმიტომ რომ უბრალოდ ძაღლის სახში არ უნდა მოკდესო ვიფიქრე რა მეთქი იქნება სადმე რამე ვცადო და გადავრჩი კიდევ ცოცხლად ფიზიკურ გადარჩენაზე ვლაპარაკო იმიტომ რომ ქუჩაში ამდენი დგომით ამდენი ესე იგი ფაქტიურად ყოველდღიურობით ვიფიქრე რომ ეს უაზრობა იყოს თავისი სიკვდილი მაინც და იქნება კიდე რამის გაკეთება შეძლო მეთქი და წავედი ნახე ამ ექნა ერთადერთი გზა და ქვეყანა რომელსაც წამესვლებოდა და რომლის ენაც ისე თუ ასე ვიცოდი ცხენები დავამთავრებ ფრანგულის განხრით მეტნაკლებად ვიცოდი ეს ენა და ვიფიქრე რომ იქ უფრო გავიტანდი თავს 3 წელი იქაც გამიჭირდა სანამ ჩავეწერებოდი ამ იმათ კონტექსტში იმათ ცხოვრების სტილს გავიგებდი, იმიტომ რომ ის გაგების გარეშე ადამიანი დატივტივებს და მეტეორივით, აი რომლის ისაც გამოცნობა ძნელია ტრაექტორიის შეიძლება ადგილ-ადგილას სადღაც რაღაცას მოხვდეს, ამიტომ უნდა ჩაეწერო იმათ ცხოვრებაში. და ამისთვის დამჭირდა მარტო ამისთვის, ჩემი ადგილის ნახვისთვის, სოციალური ადგილის ნახვისთვის 3 წელი ვარ. მანამდე კავშირიც ნაკლებად მქონდა. ამის შემდეგ უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ რაც ჩემი საქმე იყო და რაც მე მაინტერესებდა, რა შეიძლებოდა რომ გამეკეთა ქართული ლიტერატურისთვის, ფრანგული ლიტერატურისთვის, აი ამ კულტურული ურთიერთობებისთვის, რაც დღესდღეობით არსებობს, მგონი საქართველოსა და საფრანგეთს შორის. მომიხდა რა თქმა უნდა, ჯერ საკუთარი თავის წარდგინება როგორც მწერლის, იძულებული, ერთგვარად იძულებულიც გავხდი, რომ ჩემი პატარა წიგნაკი მოთხრობისა მეთარგმნა და გამომიცეს კიდევაც იქ, ანუ ეს არანაირი ამას არც ლიტერატურული ამბიციის გამო არ მომსვლია და არც იმის გამო, რომ მით უმეტეს ეს არაფერს ფინანსურად არ იქ არ მომიტანდა, უბრალოდ აჩვენო წიგნაკივით, რომ აი მეც მწერალი ვარ, ასე ვთქვათ და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დავახლოვდი მეტნაკლებად ლიტერატურულ წრეებთან, გავიცანი ძალიან საინტერესო ხალხი სტრასბურგში, კლოდ რილი, ასეთი დიდი მთარგმნელი, რომელმაც გერმანულიდან თარგმნა და საინტერესო მწერლები, უდიდესი მთარგმნელი სხვათა შორის. მარი ფრენინგი, რომელიც ასევე მწერალიც არის, რეჟისორიც არის, ამ წრეში ტრიალებს. ამის შემდეგ მოვახერხე რომ ჯერ თავიდან ჯერ ამ ჩემი მცირე წრისთვის გამეცნო ქართული ლიტერატურის რამოდენიმე ნიმუში, ჯერ ისინი რაც უკვე იყო თარგმნილი, მაგალითად ოთარ ჭირაძის წიგნი მოვიძიე რკინის თეატრიდან, წავაკითხე კლოდ რილს და ძალიან მოეწონა სხვათა შორის საინტერესო აზრები მოვისმინე ამისგან. მე რა თქმა უნდა ვიფიქრე ესე იგი რომ ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი პოეტი მესი ხარანაულის თარგმნა გადავწყვიტე ეს უკვე მეორე მეგობართან ერთად მარი ფრენინგთან ერთად ეს წიგნი გამოვიდა ამის გარდა რამოდენიმე პოეტის თარგმნა დამავალეს თვითონ რანგებმა ეს ჩემი არჩევანი არ იყოს ეს პოეტები, მაგრამ საინტერესო პოეტები, თანამედროვე პოეტები, იმათი რამოდენიმე ნიმუში, რომელიც ალმანახში დაიბეჭდა, შოთა იათაშვილი იყო იქ, ჯორჯანელი, ჩემი დიდი პოეტი და მეგობარი ელა გოჩიაშვილი, ჩემთვის ძალიან საყვარელი. სხვაებიც რა თქმა უნდა. ეს იყო ჯერჯერობით ეს არის რაც არის ალბათ ბევრი არაფერია, მაგრამ რაღაცა ვფიქრობ, რომ ესე იგი მთლად
ტყუილად არ ვცხოვ ეს არის. რამდენად ვადევნებ ლიტერატურულ პროცესებს თვალ საქართველოში ახლა მეტნაკლებად ეს ყველა კუთხიდან არის შესაძლებელი თუ კი გაინტერესებს ამერიკიდანაც ადევნებ თვალს საფრანგეთიდანაც თუ დაინტერესებული ხარ და თუ არ გაინტერესებს თბილისშიც ვერ იყო მაინც ვერ მიადევნებ და არ მიადევნებ თვალს. თუმცა არის რაღაცები, რაღაც ცოცხალი პროცესები, იგივე შეხვედრები, გასაუბრებები მეგობრებთან, მწერლებთან, ახლა ამ კომფორტს მოკლებული ვარ. რაც შეეხება იმას, ეს საერთოდ არის ეს პროცესები მიდის თუ არა, ასეთი კითხვა, პროსტორად ასეთი პესიმისტური ხმებიც ისის, რომ დღეს ლიტერატურა აღარ არის, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ თუ ლიტერატურა აღარ არის, ლიტერატურული პროცესებიც აღარ არის, უბრალოდ რა თქმა უნდა ეს მაგრამ თვითონ ეს გამონათქვამის და თვითონ ეს აზრიც იმას ვამბობდი, რომ თვითონ ეს აზრიც რომ დღეს პოეზია აღარ არსებობს, უკვე პოეზიის არსებობაზე მიუთითებს, იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტკივილი არსებობს პოეზიის ან ნაკლებობის, ან რაღაც ერთგვარად ვერ გაგების ვიღაცის მხრიდან და ამისი ამოძახილი ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს, პოეზიაც არსებობს და ის ადამიანიც არსებობს, ვინც ამ ტკივილს განიცდის, ესე იგი, პოტენციურად ის რაღაცას შექმნის. გარდა ამისა, რა უნდა ვთქვა, რომ თვითონ მიმდინარეობები ძალიან ცვლილება ხდება ახლა ამ პერიოდში, ჩემი აზრით, მე რასაც იქედან ვაკვირდები, არის ახალი თაობა, რომელთაც მე პირადად არ ვიცნობ, პოეზიაშიც, პროზაშიც, დრამატურგიაშიც და არის ის ძველი თაობები, არის, ვთქვათ, ჩემი თაობაც, რომელიც ალბათ უკვე შეიძლება ძველ თაობაში მივათვალოთ, თუ ჩემ მეგობრებს არ ეწყინებათ, მე არ ამწყვის ესა. და ერთგვარი გემოვნებათა შეჯახებაც მიდის ამ სხვადასხვა თაობებს შორის, ლიტერატურული გემოვნების, ლიტერატურული გაგების, ლიტერატურის და საერთოდ პოეზიის გაგების, დანიშნულებისაც ერთგვარი რამის პარადიგმების შეჯახებაც კი შეიძლება ხდება ამ დროს. და ეს ძალიან მტკივნეული პროცესია თავისთავად, ეს ეთყობა კრიტიკულ წერილებსაც, ეს ეთყობა აი მრავალფეროვნებას მე ვიტყოდი, რატომაც არა, აი მრავალფეროვნებას და ეკლექტიკურობასაც, რასაც დღეს ვხედავთ ქართულ ლიტერატურაში, პოეზიაშიც და პროზაშიც, ასე რომ პროცესები მიდის, ჩემი აზრით, ცხოვრება მიდის და ალბათ ბევრი რაღაცა კარგი შეიქმნება. ისი სურვილიც მე რო შემეძლოს, ალბათ რაღაცნაირად ჩემი სურვილია, რომ რაღაცა პოეზიის ნაწილი, თანამედროვე პოეზიის, რომელშიც შედის ძველი თუ ახალი თუ სრულიად ახალი თაობაც, რაღაცნაირად ხელი შემეწყო იმისთვის, რომ ეს გადამეტანა თუნდაც ფრანგი კითხველის მცირე ნაწილისთვის, იმიტომ რომ არის ლიტერატურა, რომელსაც ახლა დიდი მასშტაბით არსად არ კითხულობენ და მრავალრიცხოვანი კითხველი არსად არ აყავს. ეს არის მაგალითად პოეზიის საქმე. 100 არის საფრანგეთშიც, 100 არის სამწუხაროდ აქაც აღარა ვართ, ასე ვთქვათ, პოეზიის წყალებში თუ პოეზიის ქვეყანა ალბათ ვართ, მაგრამ პოეზია ასე აღარ იზიდავს ფართო მკითხველს აღარც საქართველოში. აი ამის კომენტარი. კითხვა ყოფნა და არ ყოფნა ჩემამდეც ბევრი არა. კითხვა ყოფნა და არ ყოფნა კлау ბევრი უნდა იაროს. ბევრნაირი სისხლის ამრევი მეძგულს ჩამეჭრა იარად. მეც მათქმევინა ასეთი რა ხარ შე ოხერტიალო. ჯერ კი ვთქვი თავი მოვიკლა, მერე კი ისევ ვთქვი არა, თოხი ავიღე. სიმინდებს ძირები მოუფხვიერე, წვიმა ვინატრე გულიდან ღრუბელმა გადამიარა, წაში ავიდა დაწვიმა, წვიმა მოვიდა შრიალა და წასვლა მოსლის მიზანი უცებ ყანისებრ ვიცანი,
ამოვა მოსვლა ის არის იზრდება ყოფნა ის არის ტაროს ამ თავ-თავს მოიბამს საქმე იმისიც ის არის და რადგან ყოფნით არ ყოფნა რა ვერ გამოვიცანი მოვკვდები მერე ვიფიქრებ არ ყოფნაზე და ის არის